მოკლედ მოვედით რენოში. ახალი მანქანის გამოსაყვანად, რომელიც არის სოსოს პროექტისთვის საქართველოს გარშემო. ანუ დანარჩენს მე სოსო გადაიღებს. მე უფრო მანქანაზე ვარ ორიენტირებული. საქართველოს გარშემო და ამ პროექტის ფარგლებში ყავს ახალი ავტომობილი. და ეს ავტომობილია Renault Duster. წინა თაობასთან შედარებით ბევრად უფრო დახვეწილი. აი მოკლედ ეს არის წინა თაობა და აი შეხედეთ სხვაობას. ესეც ძალიან მაგარი ფერი. არის კიდევ აი ასეთი ფერი, რომელიც მე პირადად ძალიან მომწონს, მაგრამ ნუ ის მეორე ჯობია. ესეთი მდგომარეობა. ცენტრის მანქანა მაგიტომ მიყვარს. ახალი მანქანა დამისახელეთ აი ამ ფასში, ამაზე უკეთესი. ვერ დამისახელებთ. მეც ვიცი რომ ამაზე უკეთესი მანქანები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ფასში, ანუ თავის ფასში, ვფიქრობ რომ ეს არის საუკეთესო. ქარხანაში დამზადდა, გამოიგზავნა და უკვე დაჯდა სოსო ერაუნდზე ბოლო. რომ იცოდა მიმდინარეობს გადაღება. აურა, კაი ამინდი. საკმაოდ მაღალი კლირენსით და ძალიან მაგარი ფერით. ოპა. ჭირა სოკარმა და ძალიან დიდი მადლობა სოკარს ამისთვის. ამ წლის განმავლობაში ვაპირებ რომ ვიმოგზაურო საქართველოს გარშემო. ან ძრავში არაფერია სანახავი, მაგრამ სიახლე კაი. და თან ესეც რო აქვს. ესეც ჩვენი დასტერი. ნუ ეს გასაღები ხა უბრალოა, თუმცა მაღალ კომპლექტაციაზე არის ჩვეულებრივ სტარტსობიანი. რაც შეეხება ფუნქციებს, ხა ეკრანს პარკი აქვს, ჯერ არ აგვიძლია, მაგრამ გამოსახულება საკმაოდ კარგია. ნუ Apple CarPlay, Android Auto, ეს რა თქმა უნდა უსადენოდ. თვითონ მანქანის მენიუ, მაგალითად Dynamic Chassis, მაგალითად ამ შემთხვევაში გვაჩვენებს მანქანა როგორ დგას, აღმართის გრადუსებს, ასევე გვაჩვენებს რომ ამ შემთხვევაში თითქმის 100% მიდის წინათვლებზე, თუმცა თუ ჩვენ გადავიტანთ მაგალითად ბლოკირებაზე და დავიწყებთ დაძვრას, ამ შემთხვევაში გვაჩვენებს რომ დაახლოებით 50-50-ზე იქნება ძალის გადანაწილება. აი. და ნუ ძალიან კარგი ფუნქციაა ეს. აქვეა ქვაღორღი, ტალახი და აქვე თოვლი, ავტო და ეკო მოუდი. ხა ჩამოვედით კახეთისკენ და მოკლედ უკვე გაცდა თბილის ჩვენი ახალი დასტერიც. აი სიმაღლე რა 4-თან შედარებით. და დისკებიც ძალიან ლამაზია. კარგად გამოიყურება და თანაც რბილია. ზედმეტად დიდიც არ არის. არის ამ მოდელებზე თორსტები 18-იანი, უფრო მაღალ კომპლექტაციაზე, მაგრამ ჩემი აზრით 17-იანი სევსებით საკმარისი. ესეც პირველი გარეცხვა. ესეც Forester Wilderness. სხვათა შორის ეგ მოდელიც მომწონს. ფასთან შედარებით საკმაოდ კარგია. კლირენსი დაახლოებით 1 და იგივე ზომის არის, თუმცა ჩვენი Renault სულ ახალ.
ესეც ჩვენი პირველი აუზის გავსება და ნახოთ აბა რამდენი ჩავა და რამდენი გამოვა ზუსტი წვა. მაინც რეალობას გავიგებთ. მოკლედ გაიარა 519 კილომეტრი და ჩავიმატა 42 ლიტრი, რაც 100 კილომეტრზე დაახლოებით 8 ლიტრი გამოდის და ჩემი აზრით ძალიან კარგი მაჩვენებელია. თუმცა დამოკიდებულია სიარულზე და უფრო ნაკლებიც შესაძლებელი. ყველაზე მთავარი კითხვა, რატომ მაინც და მაინც Renault Duster-ი? და არა მაგალითად ნებისმიერი, მაგალითად Toyota, ნებისმიერი სხვა მარკის ავტომობილი. ამ შემთხვევაში ჩემთვის პირადად პასუხი მარტივია. Renault Duster-ი არის ახალი, შესაბამისად ამ ბიუჯეტში კონკურენტი არ ყავს. რაც შეეხება Toyota-ს, თავიდან იყო ჩანაფიქრში მეორადი Toyota, თუმცა შემდეგ ვნახეთ ეს ახალი Duster-ი, რომელიც არის 2025 წლიანი და ჩამოვიდა საქართველოს ცენტრში. გადავწყვიტეთ ახალი Renault Duster-ი. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. პირველი ის, რომ ავტომობილი ახალია და ვისაც აქვს გამოცდილება ახალ ავტომობილთან, ალბათ დამეთანხმება, რომ ახალი ავტომობილი გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე თუნდაც უფრო მაღალი კლასის მეორადი მანქანა. რა თქმა უნდა, 5 წლის Toyota არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. Toyota ჩემთვის პირადად ყველაზე გამძლე ავტომობილია Lexus-თან ერთად, მაგრამ მეორადი მანქანის შეძენა, შემდეგ შემოწმება, შემდეგ სერვისი და ასე შემდეგ დამატებით დროს, ხარჯებს, ენერგიას მოითხოვს. თუ მაინც და მაინც რაღაც კონკრეტული გათვლა უგზოობაზე არ გაქვთ, ჩვენ შემთხვევაში ახლა მაგალითად კონკრეტულად off-road-ზე არ არის გათვლა და ხიდის ბლოკირებას და ასე შემდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ Renault Duster-ი, რომელსაც მინდა გითხრათ, რომ და ამას შემდეგ ვიდეოებშიც ალბათ ვნახავთ, აქვს საკმაოდ კარგი გამავლობა და მას შემდეგ რაც გავივლი ეგრეთ წოდებულ აპკატკას, წავალთ ცოტა უგზოობაზე და ვნახავთ რა შეუძლია ჩვენს Renault Duster-ს. კიდევ ერთი დიდი პლუსი არის ის, რომ ამ ავტომობილს აქვს საკმაოდ მაღალი კლირენსი. დაახლოებით ახალი Toyota Land Cruiser-ის სიმაღლეზეა, რომელიც ჩვენ შარშან გვყავდა თუშეთში, რომელიც გვათხოვა Toyota ცენტრ ბათუმმა და ის მანქანა ძალიან მაგარია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თუშეთში ჩვენ მისი შესაძლებლობები არც გამოგვიყენებია სრულად, რადგან მანქანა ძალიან მაგარია და თუშეთის გზა მაინც და მაინც არ მოითხოვს off-road-ზე მომზადებას. ყოველ შემთხვევაში მშრალზე ასე იყო. ტალნახში შეიძლება უფრო მეტად დაგჭირდეს მანქანის მომზადება. რა 4-ის გამავლობაც არ არის ისეთი, როგორიც მაგალითად Forerunner-ის ან Wrangler-ის და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამან კიდევ ერთხელ გადაგვაწყვეტინა ახალი Renault Duster-ი ყველაზე კარგი ვარიანტია. იქიდან გამომდინარე, რომ მანქანა არის ახალი, აქვს 5 წელიან 150.000 კილომეტრი გარბენი გარანტია. იყო პერიოდი, როცა მანქანის კეთება მსიამოვნებდა. ბევრ რაღაცასაც უკეთებდი ჩემ მანქანებს, მაგრამ ახლა ეგ პერიოდი ნამდვილად აღარ არის და მით უმეტეს, როცა საქმისთვის და პროექტისთვის არის ავტომობილი შეძენილი, იქ ახლა ზედმეტი დაუგეგმავი სერვისი არის ყველაზე დიდი დისკომფორტი. ეს არის მიზეზები, რის გამოც Renault Duster-ს არ ყავს კონკურენტი და ამ ფასში 20-ის ფარგლებში ახალი ავტომობილი 4-ვე წამყვანი, მე პირადად არ მაგონდება 2025 წლიანი. ბიუჯეტის თვალსაზრისით ეს ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია, თანაც ყველაზე გამომდგარია, წინა მოდელი 2.2 მილიონია გაყიდული ევროპაში, იმის გამო რომ არის ეკონომიური, გამძლე, გამომდგარი, პრაქტიკული და ყველაფერი ის, რაც ადამიანს შეიძლება დასჭირდეს და არაფერი ზედმეტი. ხო. მართლა ძალიან მსუბუქია, მანქანაში ვაფასებ მაგას. ყოველდღიური მანქანა უნდა იყოს მარტივად სამართავი, არ უნდა იღლებოდე. ამაზე შემიძლია ნამდვილად თქვა, რომ მარტივი სამართავია. ერთადერთი მინუსი, რაც შევამჩნიე, არის ის, რომ დაახლოებით 80 კმ/სთ სიჩქარიდან ქარის ხმა სადღაციდან იპარება და ძალიან არასასიამოვნოა, მინდა გითხრათ,
ამასობაში დაცხა. ბევრ შეიძლება ეჭვიეპარება, მაგრამ მე მგონია, რომ საკმაოდ კარგი გამავლობა აქვს და ცუდ გზებზე თამამად გაართმევს თავს ყველა დაბრკოლებას. სისტემა ძალიან კომფორტულია, კარგად სისხლში და ფუნქციებიც ძალიან ნორმალური. ძალიან მომეწონა ეს მულტიმედია. ძალას რაც შეეხება და ტექნიკურ მონაცემებს, მოკლედ წინა თაობაში იყო დიზელი, რაც წავიდა, დიზელი აღარ იქნება ამ თაობაზე. და ამ შემთხვევაში გვაქვს 1 და 2 ლიტრის მოცულობის 3 ცილინდრიანი ტურბო ბენზინის ძრავი, დამატებით ელექტროპატარა ძრავთან ერთად, რაც საერთო ჯამში გამოიმუშავებს 130 ცხენის ძალას და 230 ნიუტონ-მეტრს. რა თქმა უნდა, ეს დიდი ციფრი არ არის, თუმცა არც მანქანაა დიდი. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სასწაული აჩქარება აქვს, თუმცა საქმეს აკეთებს, გადასწრებისას პრობლემა არ შეგვექმნება და იმის შიში არ გვექნება, რომ რაღაცას დავეჯახებით. ამიტომ ეს ძალიან კაია, ძალიან კომფორტულია და საერთო ჯამში კარგი მანქანაა. ამოვიდით ახლა ლისისკენ, მაგრამ წვიმს, ტალახია და საბურავები არ გვაქვს შესაბამისი, არის ზაფხულის საბურავები და აზრი არ აქვს. უკლედ ერთი სული მაქვს, აი კარგი შესაბამისი საბურავებით უგზოობაში ვნახოთ, გამოვცადოთ რა შეუძლია. ვეყო ახლა და წავიდეთ. ხა ამოვედით ცოტა სხვა ადგილზე, სადაც ღრმა ტალახი არ არის და ვნახავთ ახლა რა სიზამს. მართალია საბურავები იგივეა, ზაფხულის საბურავებია, მაგრამ ჯერჯერობით სხვა ვარიანტი არ გვაქვს. ოფროუდის საბურავებს მე უკვე ცოტა გავსინჯავთ. ახლა აქ ავალ, ნახავ აბა როგორ გაუმკლავდება ამ მცირე აღმართს. რაც მთავარია, მანქანას გავლილი აქვს უკვე ეგრეთ წოდებული აპკატკა, სრულად მზად არის და ასე რომ თამამად შეგვიძლია ვცადოთ. Как excited want. So. აუ რა ლომია? მანქანის სიმაღლე ჩანს რომ ძალიან კარგია. ცოტა გაგუჭუჭყიანდა და გადავავლებთ, ახლა გავასვით.